მოდით რაფაც ავიკითხავ ტექსტებს. სანამ ბოლოში გავალ თვითონაც მივხვდებით რასაზე ვმეტყველებ და მე ერთ-ორ სიტყვას გამარტებითად გავუკეთებ და დამთავრდება ამითი საქმე. დავიწყოთ, ესე იგი ვიღაცა არის ბლანდორ გალაჰერი და ეს აქ ესეთი სტატია დაწერილი წიგნი არის ერთი სადაც არის პოლიტიკური თეოლოგიები მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში. ლონდონში გამოცემული კრებულია სტატიების და ერთ-ერთი სტატია არის ბრანდონ გალაჰერის ესკატოლოგიური ანარქიზმი, ესკატოლოგია და პოლიტიკა თანამედროვე ბერძნულ თეოლოგიასა. ოკეი, გავაგრძელოთ ახლა. და ელკესია. ეკლესია. ოკეი. ესე იგი ეს არის ორი გვერდიდან ამონარიდები. ესე იგი ზოგან არის პირდაპირ ციტირება, არის ზოგან არის შემოკლებული აზრი. მაგრამ ესე იგი ძალიან ზუსტად არის, ფაქტობრივად სიტყვასიტყვით არის. გადმოცემული. საზოგადოებაში ეკლესია მოქმედებს არის რა ღმერთის სახელმწიფოს ღვთისმსახურების ახალი სინამდვილის მოწმობა. სინამდვილის მოწმობა. ესე იგი ეკლესია საზოგადოებაში ეკლესია მოქმედებს როგორც ღმერთის სახელმწიფოს ახალი სინამდვილის მოწმობა. ეკლესია მოწმობს სოციალური თუ ინსტიტუციონალური ბოროტსიავისა და ადამიანური ღირსებისა და ღირსებასა და თავისუფლებასა და ძალადობის წინააღმდეგ. იგი ხამს იყოს სხვისა და უცხოს დამცავი ხმა, რომლებიც არიან იმ სხვის იესოს ხატები. ეს არის ლიბერალური თეოლოგიის ენა. თუმცა მაინც ბუნდოვანია თუ კერძოდ რას გულისხმობს ამაში იგი. კალაიძიდის არის ვისაც ერთ-ერთი ესე იგი ძალიან აქტიური წარმომადგენელი ამ პოლიტიკური თეოლოგიის და საბერძნეთში სულ მართავს კონფერენციებს და შემდეგ. კალაიძიდისის ემფაზირებას ესკატოლოგიაზე მართალია შემოაქვს ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა პოზიციონირებდეს ეკლესია ამ სოფელს, შემოაქვს რა დიალექტიკა უკვესა და ჯერას შორის. ესე იგი ეკლესია არის ბოლო ჟამი, ესე იგი ცოტა სასופელში რომ მოხვდებით, ის არის ეკლესია რა და უკვე ჩვენ ესე იგი ამას წინასწარ დავაგემოვნებთ, ედიშერი ამას წინასწარ გემოსხილულობთ და გემოვნება ედიშე რომ მოიტანა, წინა დავაგემოვნებთ და გემოსხილულობთ წინასწარ, მაგრამ ის უკვე არის როგორც რამ სიმბოლო, როგორც რამ რეალობა, მაგრამ ბოლომდე სრულად არის. ეს დიალექტიკა უცხადესია სასუფევლის საიდუმლოს ქმედით ხატ ევქარისტიაში და გამოასხოვებს ეკლესიას ამასოფლის სტრუქტურებიდან. იგი, ეს ესკატოლოგიური ხედვა, ხელს უწყობს მის თავისუფლებას უარყოს ჩაემკვიდროს და გაუიგივდეს ამასოფელსა და ისტორიას და ამასთანავე არ მოიზიზღოს იგი, ან გაექცეს მასსა და ისტორიას. ესე იგი ეს არის კალაიძიდისის აზრი. კალაიძიდისი ამას უწოდებს ესქატოლოგიურ ანარქიზმს. ხოლო ამ ვითარების იდეალად იგი ხედავს კინობიურ მონასტიზმს, თანაცხოვრებით მონასტროლობას. იგია ეკლესიის ესკატოლოგიური სინდისი და ესკატოლოგიურივე გუშაგმზირი. თუმცა მისი არა კონკრეტულობა ეს კალაიძის არა კონკრეტულობა და უკერძოობა ძლიერ აბუნდოვნებს პრაქტიკულ მის მარგოობას, ესკატოლოგიის მარგოობას, სასარგებლობას. ესე იგი რაღაცას ლაპარაკობს განყენებულად მართლმადიდებლობა, და ისა ესკატოლოგია, იქ სამყარო, წვდომა უცხოს მიმართ, რაღაცა და ეგეთი და მაგრამ რაღაცას ზოგად ძალიან ლაპარაკობს, მაგრამ კონკრეტიკა აკლია, აი ეს როგორ ვლინდება ეხლა და აქ პრაქტიკაში. არა და ეკლესია არის ადამიანური ინსტიტუცია,
მატერიალური სინამდვილითა და კერძო ისტორიით. კალაიძის უნდა ეჩვენებინა ეკლესიის განახლება როგორც ხელახლა განხილვა, არა რეფორმა, მისი კანონების, იერარქიული ლიტურგიის, რომელიც ადიდებს ეპისკოპოსს როგორც იმპერატორს. ამგვარი ესქატოლოგია მათთუნებელია ეკლესია დაინახებოდეს ისტორიის სიავეთა წიაღ გამძვრალი გასრიალებული ან ლიტურგიული სამოთხის სოციუმზე მაპროეცირებელი, სოციუმს ზემტყორცნელი, მომტყორცნელი. ამგვარი თეოლოგიისათვის ისტორია და კულტურა აღარაა ცოცხალი იესოს სხეულის არსობრივი სამოსელი ეკლესია, არამედ განსაძარცვი ნაშთია და ექსტაზეურად აღმყვანია მომავალ სიცოცხლეში, ან შთავარდნადია იდეალურ იერუსალიმში ჩემრჩეულთა, რაც ასე ხშირად იპოვნება სოციალიზმებში. ესე იგი, ოკეი, კაი. ესე იგი, ეს არის რაღაცა ნახტომი, საცუფეულის წათა, ვიღაცა ერთეულები, რაღაცნაირ მისტიკაში გადიან და გადაობს ეგეთ რაღაცას, რომ ეხა იქიდან ხო ვიცით ფერმადან, ორუელის ფერმადან, რა? რომ ყველა თანასწორია, მაგრამ თანაწესო ზოგი უფრო თანასწორია, ხო? ის სოციალიზმი რო დაამყარეს, ესე იგი, ცხოველებმა, ცხოველთა ფერმამ, რო დაამყარეს ეს სოციალიზმი და ბოლოს ეს სოციალიზმი ღორებმა რო დაიპყრეს, ღორები და რაღაც რჩეული ღორები, არისტოკრატები კარგად ცხოვრობენ და როგორც ახლა ამოწხედავთ საქართველოში, ხო? რჩეული საქართველოს ხო ბოლო ეს სოციალიზმის ის აირჩია რაღაც. ეს რაღაც უნდა დავეხმაროთ იმას, ამდენი ფული, ამდენი დახმარება ვითომ ხალხს, სინამდვილეში რაღაც რჩეული ელიტა გულობს, ისე როგორც ასადი, ისე როგორც რუსეთში, ისე როგორც ჩაუშესკოს დაახლოებულ, ხა ისე როგორც ფიდელ კასტროს და როგორც ნებისმიერ სოციალიზმში არის. ეს სალომე ასათიანის და იმის გიორგი მაისურაძის გასაგონადაც რა, სადაც რაღაც ელიტები უფრო მე ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია მაგალითად ლენინგრადის ბლოკადა, სადაც ხალხი შიმშილობდა, ერთმანეთს ჭამდა, პირდაპირ ჭამდა, ესე იგი რა. ბარძაყების ხორცი ყოფილა ყველაზე გემრიელი და იმას აჭრიდნენ და რაღაცა და ერთმანეთს და ჭამდნენ რა. და ამ დროს იმდენად სიმშილი იყო და ამ დროს ის კომუნისტური ელიტა იქ იმენა გასუქებულები და საუკეთესო ხიზილალებსა და ასატრინებით იკვებებოდნენ. ესე იგი რას ამბობს ახლა ეს ავტორი, რომ ეს მართლმადიდებელი ეს ესქატოლოგია, თან ეს კალაიძის ითვლება რაღაცა ძალიან დემოკრატად და ეკლესიის მაკრიტიკებლად და ასე შემდეგ, მაგრამ დაიმახსოვრეთ ერთი რამე. ბერძენისთვის, ნებისმიერ ბერძენის თეოლოგიის კითხვას უკვე აზრი აღარც აქვს, მაგრამ ბერძენისთვის მეგობარი არის სამი მთავარი რაღაცა. აი თუ არა ამას თუ არ გააკეთებ, ისე როგორც ჩვენთან პოლიტიკაში ეს მომწიფარი ერია, შემდგარი ერია, როგორც დღეს ქართველები ევროპელებად ვერ შევდეგთ, ისე ეს მართლმადიდებლები, ვერ სერბები, ვერ ჩვენ, ვერ რუმინელები, ვერ რუსები და უკრაინელებსაც ეგრე დაემართებათ, იქაც კორუფცია. რატო ხდება ხა ეს და გეტყვით, ესე იგი რა უნდა მოხდეს ამასთან დაკავშირებით რა. ნუ აქ რამდენიმე ძალიან საინტერესო ასპექტია, ხო, გამოყოფილი, რომ მაგალითად ლევო ბერძენ ესე იგი ეს მართლმადიდებელი ლიტურგია რას პროეცირებს სხეულზე. ესე იგი ლიტურგია გვაქვს, რაც ცაცასთავისუფლებელი დაიგემონება მართლმადიდებელი ლიტურგია და რეალურად ის არის რაღაც ეპისკოპოსი წარმოადგენილია როგორც იმპერატორი, რა. ესე იგი იმპერატორი, ესე იგი როგორ რეალობას სოციალურ რეალობას პროეცირებს ახლა საცუფეველი ადამიანზე, ხო? პროეცირებს რას? ამაზე მე რამდენს ვწერდი 2007-ის გამოგიქვეყნეთ ეგეთი რაღაცები და ეხლა აღმოაჩინე რომ ეხლა დაწერილა. რომ ეს პროეცირებს ზუსტად აი ამ ბიზანტიას თქვენზე, სადაც არის იმპერატორი, ხელმწიფე, იმიტომ დავწერე მე იქ საზეციური სახელმწიფო, რომელსაც გავს ხელმწიფე, რომელიც არის მისი ხელი არის მწიფე, მოწყალია, გაეცი წყალობა თუ რაღაცა თინათინს რო ეუნება ეს როსტომა.
როსტომ მეფე სვიანი და ქვიანი როეუნება რომ თინათოს მიეცი წყალობა მიეცი სიკველე მიყავი მწიფე ხელის ხელმწიფეზე ხელმწიფე ძლიერი ხელი და ამავე დროს მოწყალე ხელი ეს არის მათრახით და კვერებით გაზდა ხალხი სადაც არის დიდი იმპერატორი ხა გირჩელები ზიან და ფიქრობენ რატო უდათ ქართველებს უბელადებს ეძებენ რამდენ ხანია მაგას უძახით ლიტურგია გაქვთ ისეთ რომელიც აღიწერა სოციალურ ცხოველზე ესე იგი ეს რიტუალებში როგორც გაათამაშოთ მეგობრებო რიტუალებს სიტყვებს მე ის ჩვენ სოციალურ ცხოველზე აღიწერეთ ესე იგი ჩვენი სოციალური სხვა ჩვენი საზოგადოება იქცევა ამგვარად ესეთაირად იქცევა აი ძალიან საინტერესო არის ხო ამგვარი თეოლოგიისათვის ისტორია და კულტურა აღარაა ცოცხალი იესოს სხეულის არსობრივი სამოსელი ესე იგი კულტურა ეს ის სამოსელია მეგობრებო რომელიც თაბორის მთაზე ეცვა იესოს ხო სამოცელო ეცვა ეს არის ეკლესია რომელიც შემდეგ გაბრწყინდა საღვთო შუქით ხო მაგრამ ის სამოსელი გაბრწყინდა ეს დასაცმელი ეცვა და გაბრწყინდა ესე იგი თლიან ფერისცვალება სამყაროში ხდება ეს არის ისტორიის გარდაქმნა ისტორიიდან გაქცევა კი არ არის ან ისტორიის კი არ მძულს ისტორია მაგრამ ოკეი მიყვარს და მე რაღაცას იქ გემოსნახავ და უწილადებ ნამცეცებს რა ეგრე კი არ არის და სინამდვილეში რა ხდება მე ლიტურგიაში ეპისკოპოსები ესე რომ დგებიან ეპისკოპოსები და რომ ემსახურებიან სულ ხელებზე კოცნა და აუდა მთელი ის რომ ამაზე რზენ და ერთი რიტუალია ბერძნებს აქვს თავისი მართლმადიდებლებში წარით თუ არა მე მგონი ხო მე მგონი ჩვენც გვაქვს ქართველებს ეპისკოპოსი რაღაცა მომენტში დგება და კვეთას აკეთებს რა და საერთოდ კვეთას ბუდლიც კი არ აკეთებს და დიაკვნები აკეთებს მაგრამ ეხა ეპისკოპოსიც აკეთებს ხო და ნუ ადრე რა არაგენ მარტო დიაკვანი აკეთებდა და ბუდელი რაღაც ლოცოს კითხულობდა ისიც გვიან კითხულობდა ლოცოს გვიან შემოვიდა თავიდან პროცესა ეპისკოპოსს დიაკვანს უნდა დაეჭრა პური და მიეტანა რა ეგ იყო და ეგ რა და ნუ აქ ხარ ჯერ მღვდელმა რაღაცა იდეოკვანი ამზადდა მე მღვდელი მიდოდა ლოცოს კითხულობდა და ეხა ვაფშე მღვდელი აკეთებს პროსკომიდიას ესე იგი კვეთას რო ეძახ სახელებს რო იხსენიებენ ხო და ეპისკოპოსი რო სახელს იხსენებს რა ესე იხრევა და აკეთებს და რიტუალი იყო ეგეთი რა რომ მავანი მიდიოდა მე მგონი საქართველოში ეგეც არის შენარჩუნებულია ესე იგი მიდის მავანი მღვდლები ძირითადად მიდიან მაგრამ შეიძლება სხვაც მივიდეს მაგრამ ნუ მღვდლები ესე დაიწყო რა ის რო კვეთას ვიღაცა მივა და ეთხოვს რომ აი ჩემო ახან ეპისკოპოსი როგორც უფრო მადლიანია ეხოცება რომ მომიხსენე რა ესა და ჯემალი და ემზარი და ბეგდალე და ცეზარი მოიხსენე ხო ვიღაცას მოიხსენეს და მე მადლობის ნიშანს ბეჭდზე კოცნის ან ხელზე უნდა აკოცოს მაგრამ ხელზე ვერ აკოცებს იმიტომ ის რაღაცას აკეთებს ხო ხელს შეუშლის რა ამიტომ ბეჭდზე კოცნის ნუ მარჯვენაზე კოცნის ეხა მე ეს გარდაიქცა რიტუალად არცად არ წერია ეგეთი რიტუალი მე ვერ ნახავთ ერთ წიგში ერთ კონდაქტში ვერც მითითებას ვერც რიტუალში მაგრამ ეს უკვე გარდაიქცა პრაქტიკად ეხა როგორ არის ეხა ეს პრაქტიკა რა პრაქტიკა ბერძნებს უკვე ამასობაში ხშირად მეორდება აქ ისინი რა ქვია სტიქაროსნები და ისინი მოაცილეს და ეპისკოპოსი მღვდლები დგებიან რიგში და მიდიან და ეხა ეტყვიან სახელს თუ არ ეტყვიან მე მოიხსენიო შენი ხელითო მაინც უნდა მიხვიდე მაინც უნდა აკოცო სად უნდა აკოცო ნუ ბეჭდზე მაგრამ ბეჭდზე რაღაც ამდენმა როგორ უნდა აკოცო თან ზოგჯერ ეპისკოპოსი ძალიან დაბალია რა და ნუ იძულებული ხდები რომ ძირთად ეპისკოპოსი რატომ დაბლები არიან ხოლმე და თან მე ხო ბერძნებთან მოხდი ბერძნები კი არიან მაღლები მაგრამ ძირთად არ არიან მაღლა მაგალითად ბერძნები მე მაღალს მეძახიან მეტრო 91 ვარ სიმაღლეში რა და ისე ვიცხოვრე საბჭო კავშირში საქართველოში რომ სიტყვა მაღალი ჩემს მიმართ არავის არ უთქვავს მაგრამ ბერძნები მეძახიან ხო მეძახდნენ ხოლმე მაღალს რა იშვიათად მაგრამ მეძახდნენ იმიტომ რომ უფრო დამორჩილები არიან ხოლმე რა და მიდიხარ და კოცნი და აი და მე თან ახლა ეს ეპისკოპოსს გააჩნია რა როგორია თუ ძალიან დაბალია ეს ისა რა სამკვეთლო გადახრილი ახლა წარმოგიდგენ ეპისკოპოსი გადახრილია და უკრიდან მიდიან ტიპები და ნუ ზოგი მოკრძალება ზოგი ბეჭზე კოცნის ზოგი რაღაც ახლა მოკრძალებით დაიწყეს კოცნა და ჩამოდიან და მოკლედ ტრაკზე კოცნის რიტუალი გვაქვს რა გაკეთებული მართლმადიდებლად აი იმენა ტრაკზე კოცნის რიტუალი რიგში უნდა ჩადგე და მიხვდე და აკოცო ბეჭებზე ან ნუ ბეჭებზე ვეყარ კოცნა ტრაპეზი ზოგი წელზე კოცნის თუ მაღალია ეპისკოპოსი და ეს ძალიან დაბალია მღვდელი ვაფშე ტრაკზე მიდის რა პირდაპირ რა და აი ესეთი რიტუალი გავაკეთე და აი ხა ეს უცხო კაცი გეუბნება რომ ეს რიტუალები ეპისკოპოსების საიმპერატორო რიტუალები რო გაქო და ამით ჭრეტო შენო სამოთხესო იქო და სამოთხე ესეთი უნდა იყოსო ხო და ესეთი წარმოგიდგენია სამოთხე რა უნდა და იმ
გაგემოვნებას და იმას შემდეგ პროექცირებას აკეთებ საზოგადოებრივ სხეულზეო რა. ნუ არ არის ეფექტურიო რა და ეს არის ერთგვარი გაქცევა ისტორიიდან და არა ისტორიის ტრანსფორმირებაო. ეს არის კრიტიკა სხვადასხვა ძალიან დადებითი სტატია მართლმადებლური ამ ავტორის, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი კრიტიკა ძალიან კაიო ესე რომ აკეთებს, მაგრამ პრაქტიკულადაც რაში ვლინდებაო ესო რა. და ეს მითითებული აქვს, ეს ჩაყრილი აქვს, ეს არსობრივი ეკლესია არის, არსობრივი ეკლესია რომ არის ქრისტეს სამოსელი. მეგობრებო, ეს მართლმადიდებლური ამას არ ვამბობთ, მაგრამ სამოსელი როგორ ესე იგი ქრისტე იმოსება და სამოსელი ქრისტეს სამოსელი შიშველი ხო არ ეცხოდებოდა ხო ჩვენ ხატებზე ხო კი მიუხედავად იმისა რომ იესო ნუ გააშიშვლეს და ესე გარდაიცვალა ხო მოკდა შემდეგ ხატებზე არის როცა ამაღლება რომ არის რაღაცა შიშველი იესოს ხო არ ხედავთ ამაღლება ტანსაცმელი აცვია ხო როცა ეცხადებოდა შიშველი დატანტალებდა იესო და შიშველი ეცხადებოდა მათ რა ქვია მოციქულებს ხო ეცვა რა ტანსაცმელი ხო ესე ტანსაცმლის ესე მთელი სამყაროს მატერიის არსობრივად ესე იმიტომ ჩვენ ხო არსებით შეგვეა ჩვენი არსება მიიღო და სამიიღო ქრისტეს განკაცება ხა ეგ მარტო ამაში კი არ არის იმაშიც არის მთელი სამყაროა ქრისტეს ლოგოსის განკაცება ხო და რამდენი განკაცება აქვს მაქსიმუმს რა სამყარო შესაქმნე წმინდა წერილი სიკველეები ძალიან მნიშვნელოვანია სიკველი აი წინა სტატიაში წინაზე რო ვილაპარაკე საეკლესიო სამართლის ფილოსოფიაზე იქ მაგაზე აღარ არის იყო მაგის დრო და იქ მე მაგაზე რო ესე იგი ადამიანის სიკველეებშიც არ მხოლოდ ლიტურგიულად და ევქარისტიაში განკაცდება ქრისტე არამედ ადამიანის სიკველეებშიც განკაცდება ეს ქრისტე რა არის ეს სიკველეები ხო ეს არის სიყვარულის საქმეები ესე იგი ეთიკა მორალი და ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება სიკეთის საქმე მაგალითად არ არის სიკეთე მაგალითად მშვენიერება ლამაზი ტაძარი არ არის სიკეთე ხო ესე იგი მშვენიერებაც სიკეთე ესე იგი მშვენიერებაშიც განტანდება განკაცდება იესო ხო წინა სტატიაში სტატია თუ რაც იყო მოხსენებაში თუ მანდ არის რა იმაში რომ ეს არის ქრისტეს პროგრესის განკაცება თვითონ ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრებაში შეელვახდებოდა რომელიც ბაზისი არის ევქარისტია ნათლობა და რაღაცა და ადამიანის ასკეტური ცხოვრება და ამ ასკეტური ცხოვრების ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ კანონიკური სამართალი ესე იგი კერძო სასამართლოები როდესაც ვინმე ადამიანი რაღაცას დააშავებს და შენ მიდიხარ ან დააშავებს ან არ დააშავებს და შენ უნდა გამოიცო ღვთისნება აქ რა და შეიტანო შენი წილი შენი გაგება რო აი საქმე ეს კონკრეტული ხვედრი ადამიანისა როგორია ეს კონკრეტული ხვედრი ადამიანისა და გავიქოთ ღმერთის ნება ამ შემთხვევაში და ესე იგი ამით განვახორციელოთ და სიცოცხლეში შემოვიტანოთ ღმერთის ნება არა მხოლოდ მაგაზე ლიტურგიაში აი ესეთი ხო აი მართლმადებლობისთვის რაღაც ისე გამოდის რომ ეს ქრისტეს ეს სტანი მთელი კულტურა ისტორია ეს ნაგავზე გადასაყრელია და გადასაგდებია ეხლა მოწამოდეთ ესეთი რაღაცა ესე კონკრეტული ფილოსოფიაში ესე იგი ესე წიგნი არის გამოცემული ჟან-ლუკ ნენსი ეს არის ფრანგი ფილოსოფოსი ერთ-ერთი ხშირად ხდება ჩამონათვალში ბადიუ დერიდა დელიოზი ნანსი ხშირად ეს და ლეოტარი რაღაცა ეს წვილია კონტინენტური ფილოსოფიის ერთ-ერთი ძლიერი წარმომადგენელია და მის წიგნზე არის ესე იგი რევიუ და ეგეთი რაღაცა წერია გლობალიზაციის ონტოლოგიურ რეგისტრში გადატანით ნანსი აბსტრაგირებს ემპირიული საკითხებისაგან იმ ხარისხით რომ გლობალიზაციის მისეული ხედვა ახსენებს პრობლემის გამარტივებას ახსენებს იმგვარად პრობლემის გამარტივება რომ აღარ ეხება კონკრეტულ უსამართლოებებს ესე იგი მან ესე იგი ეს გლობალიზაცია ეკონომიკის პოლიტიკური გლობალიზაცია იქამდე გაიყო საწყლანი 1 იანვარი და გლობალიზაცია როგორც ონტოლოგიური არსობრივი ნუ აი ესე თქო ყოფიერებითი
მოვლენა რომ აქ ყველანი ერთად და უბრალოდ ეს იმდენად აბსტრაქტულია რომ კონკრეტული საკითხები მის ფილოსოფიაში აღარ ჩანს. ესე ძალიან დიდი აბსტრაგირება ეს გადასროლა რაღაცეების ძალიან რაღაც ევქარისტია, მომავალი, გლობალიზაცია, აი ამ რაღაც დიდი ტერმინებით ლაპარაკში ჩვენ ვეღარ ვხედავთ გლობალიზაციის მოვლენის კერძო შემთხვევებს და კერძო მოქმედებებს ამ ცხოვრებაში და კი ბატონო, ოკეი, თუ ჩვენ ყველა ერთად გავერთიანდებით, ეს ჩვენი ყოფიერების ესეთი სურათია, გლობალიზაცია ჩვენი ყოფიერების, რომ ჩვენ ყველანი ერთი ვართ, სამყარო ერთი, ერთმანეთზე დამოკიდებულები ვართ, არაფერი ცალკე საგანი არ არსებობს და რაღაც ნანსენს ფილოსოფია, ყველა საგანი ერთმანეთთან არის, ერთმანეთს გამღეს არის რაღაც ონტოლოგია, მაგრამ ეს რას ნიშნავს ხა ძალიან თუ წახვედი მაგით, ხო კონკრეტული ადამიანის ბედი, ხვედრი, კონკრეტული საკითხები, კონკრეტული ისტორიები, კონკრეტული პოლიტიკური აქტივობები გამოგრჩება. ესეც რაღაც ერთგვარი გაქცევაა და არაეფექტურია მანდა მაინც მისი ესე ვთქვათ, ერთგვარი დეფექტია ნანსის ფილოსოფიის. ხო, ეხლა ავიღოთ კიდევ ერთი მართლმადიდებელი კონტინენტალური ფილოსოფიის ერთ-ერთი კიდევ წარმომადგენელი კატერინა მალაბუ. მის ერთ-ერთ წიგნში ის პირდაპირ სვავს კითხვას, why has the question of time lost its status as the leading question of philosophy? Ratom დაკარგაო დრომო მისი სტატუსიო როგორც წამყვანი საკითხისაო პრობლემისა ფილოსოფიაში. ანუ დაკარგა ფილოსოფიაში დრომ როგორც ასეთმა თავისი წამყვანი საკითხი როგორც ფილოსოფიური საკითხი. რატომ დაკარგა? ეხლა ესე იგი რა ხდება დრო? ესე იგი ისტორიიდან გაქცეველი ფილოსოფიაშიც აღარ განიხილება დრო, იმიტომ რომ ეს ჰაიდეგერმა რაღაც აღწერა რომ დროს ვერ მოვიხელხდებთ და ასე შემდეგ. ხო, ეს წერს რომ უკანა დავუბრუნდეთ, ესე იგი რა ხდება? ეს ფილოსოფიის საკითხი არის, ნამდვილი საკითხი რაც არის, ფილოსოფიის და ჩვენი ყოფიერების საკითხი არის, აი რას ვაკეთებ დღეს აქ? ესე იგი დავაბრუნოთ, მივცეთ დროს დავტვირთოთ დრო შემოქმედებითი, ცუდი თუ კარგი შემოქმედებითი, ქმნადობითი შემოქმედებითი სტატუსი დაუბრუნოთ მას, რომ დროში რაღაც იქმნება, დროც იქმნება ამგვარად. დროში რაღაცა ისეთი იქმნება, რაც ხდება არსობრივი, როგორც იქ არსობრივი სამოსელი იყო იესოსი, რაღაცა არსობრივი ხდება დროში, რაღაცა ნამდვილი ხორციელდება, რომ აი მაგალითად ქართველობა, ქართული ტაძრისეთი ცხოვრება, ენები, კულტურა, ეს ყველაფერი ეს გადასაყრელი ნაშთი კი არ არის, რომლიდანაც უნდა გამთავისუფლდეთ და რაღაცა პირდაპირ სასუფეველში გავფრინდეთ ზეციურ იერუსალიმში, სადაც სამართლობა იქნება. ოკეი. ეხლა დავუბრუნდეთ ისე მართლმადიდებელს, ბერძენი ერთ-ერთი არის რამფოს დელიოსი, time out, ესეთი ბერძნული მისი წიგნია, time out-ი დაარქვა, 2012-ში გამოსული, ელენიკი ესთისი თუ ხრონა. ბერძნული შეგრძნება დროისა, დროის ბერძნული შეგრძნება. ესე იგი როგორ გრძნობენ ბერძნები? ეხლა აქ ჯერ მომყავს ჩემი რაღაცა განმარტება და მე მოყვას მისი ვრცელი ციტატა და ასე რომ არ გავჩერდე, просто ციტატა რომ დაიწყება, ეგ გეტყვით რომ ციტატა იწყება. სტელიოს რამფოსი ლიტურგიულ თვა სიმბოლოების ჩაკეტილობას უკავშირეს დროისადმი ცუდ დამოკიდებულობას, ეს არის 22 გვერდი, ანუ ისტორიის შეჩერებას. ან ისტორიიდან ამოვარდნას, როგორც ამას მერად მამარდაშვილი იტყოდა. ამოხტა მასაც. რამფოს მიაჩნია, რომ სიმბოლოს გვარობა, მისი ღიაობა თუ ჩაკეტილობა შესაბამისად აფორმებს ქრისტეს სხეულს და მისი წევრების ცნობიერებას, გონწყობასა და მესიჯს გარე სამყაროსადმი, ანუ სოციალურ ქვეყნიერ აქტიურობის მათ სახეს. ისინი წევრები სოციუმს ქვეყანას და სამყაროს ევქარისტიულ დრამატულად გაშეთამაშებული სიმბოლოების შესაბამისად აყალიბებენ. ანუ მინიმუმ შეაქვთ მაინც წილი გაფორმებაში. ამაზე რაღაც 60-ელი როგორ პროექციებს
ლიტურგია როგორ პროცესს სოციალურ სხეულს. რამფოსი ამგვარ წილს ასე ახასიათებს და იწყება მის ციტატა. უძრაობის, ესე იგი, ნახეთ სიტყვა შემოაქვს ასტასია, ესე იგი, უძრაობას ტერმინში, უძრაობას რას ვიზარდეთ, ხო, ჩვენ საბჭოთა კავშირის პერიოდს ვეძახდით უძრაობას. და შევარდნაძის პერიოდსაც ერთგვარად უძრაობა, ხო, უძრაობა რა. ესე იგი, სტელიოს რამფოსისთვისაც ამბობს, მაგრამ ბერძნების თავი ესებურ უძრაობაში არის. უძრაობის გრძელ პერსპექტივაში არ აქვს ადგილი მომავალს, განჭვრეტას, პროგრამირებას, დაგეგმვას და მეთოდს. ესე იგი, კონკრეტულ საქმეებზე რო ვლაპარაკი, რადგან გაარაფრდება დროის დინება. ხოლო ამას მოსდევს უმოქმედობა, საქმის გადადება, გულგრილობა, დაუინტერესებულობა. ეძებენ რა უსაფრთხოებას შეზღუდულ სივრცეში. ვარ გახსოვთ, საქართველოს არჩის უნდა იყოს არჩენ ჩვენთვის უნდა ვიყოთ შევიზღუდოთ, საქართველოში ჩავიკეტოთ, მოვშორდეთ სოფლ. გულგრილობა, საქმის გადადება, ამ დროს არც მუშაობა გიყვარ, არც დაფიქრება გიყვარ, არც გეგმების ყველის გირჩის რა. გეგმა. ხოლო ჩაკეტილობისადმი ეს მიდრეკილება გვბორკავს ჩვენთვის გარედან მოცემულ მზა წარმოდგენებში. სადღეგრძელოებში თუნდაც რო თქვა. ამის შედეგია ემოციურობის მთლიანად აწყოში მომწყვილდება. ზუსტად მაგასთან და ემოციურად გამოვარდები და გადადეგი, არც გეგმა გვაქვს, არც ესე წარმოადგენს ბერძნებსაც ეს და როგორ ემთხოვა ჩვენს მართლმადებლურ ჩვენს ცხოვრებას. ის აბრკოლებს მოქალაქეების ამოქმედებასა და საზოგადოების გადასვლას ისტორიულ დროში, რომელიც იყურება მომავლისაკენ. უძრავი დროითა და აწმყო ნამყოს მზა ხერხებით ვითარდება ერთგვარი სტრუქტურული ანაქრონიზმი, რომელიც ცხოვრების საწყისად აქცევს ჩვევას და შეადედებს დროს. ჩვევა უბრალოდ ჩვენი ტრადიცია, ჩვენი რაღაც კანცი და მაგრამ, ხო? და ხე ჩვენ გადაგვექცა მიტინგებზე გამოვარდნა dobrად რომ. ის იწვევს კორპორატიულ და ბიუროკრატიულ დამხაკებულობას. კორპორატიულობა არ გვაქვს საქართველოში. კორპორატიულობა არის თუნდაც ის ნათესაების სამყარო მიყვანა და ეგეთი რა. მომავლის დაუსწრებლობას არ ასახებს ყოფობას, უსწრებლობას ვზმანებობთ და ზეზოლოდ ხედავთ სიზმრებს აწყოში. დიდი საქართველოს, საქართველოს, დიდი რუსეთი, ჩვენ ბერძნები, რუსეთი ეს რაღაც ახალი ალტერნატივა სოფლიოსი, რუსები განსაკუთრებული ხალხი, გულით უნდა გაიგო, თუნდაც ვერ უნდა გაიგო და რაღაცას ჩვენ თავზე სიზმრებს ხედავთ. ეს კი უარესად გვითრებს ჭაობში. გვიშველებს მხოლოდ გადაწყვეტილება არ გავსაუკუნოვდეთ აწყოში. ბოლოს ვიოცნებოთ სხვანაირად და წარმოვისახოთ მომავალი. დროისადმი ცუდი მიმართება გაანელებს იმედს ისტორიულ სფეროში და წააქცევს რელიგიურსა და მითოლოგიურს. ის რაც ხდება არის მარაზმი, ჭნობა და ნელი სიკვდილი და დანავლება, ესე ჩაქრობა რა. განაცრება. საზოგადოებებს ხშირად გონიათ, რომ ამგვარ ჩახვენთას ეწინააღმდეგებიან თავიანთი ფანტაზიებით. ერთ-ერთი ამ ფანტაზიებისა მითიური გმირებისა და ესქატოლოგიური მოვლენების მოლოდინი. ჩვენი ბერძნული ტრადიციული სულელი კულტურა ძალიან დიდ ნაწილს არწმუნებს დაიჯერონ ზეციდან სასწაულ მოქმედი ჩარევები, რომლებიც მოაგვარებენ ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ თუ ეროვნულ პრობლემებს. ხომ არ გეცნობა და ვეჟნო. და ახლა გადავიდეთ მამარდაშვილის ბოლო ციტატაზე და ამით დავამთავრებთ, ხო? მამარდაშვილი მერაბი ჩახსული ფიქრი საუბრები ანი ეპელბუანთან ფრანგულიდან თარგმნა ზია ბაქრაძემ. სხვადასხვა რუსულადაც არის და ქართულადაც და სხვაობენ ერთმანეთში, ესე იგი ფრანგულად იყო, ხო, და რუსულად და ეს თარგმანები ცოტა სხვაობენ ერთმანეთში. ოკეი, დავით, ხა მამარდაშვილის ციტატა. რას ამბობს იგი? მართლმადიდებლური კულტურა შეპყრობილია იდეალურით. ეს კათოლიკიაში
გერმანელი საცხოვრდა. ნახე როგორ ემთხვევიან სულ სხვადასხვა მოაზროვნეები ერთსა და იმას. მართლმადიდებლურ კულტურაში პრობილია იდეალურით. ვერც ერთი კონკრეტული საგანი ან ფორმა იქნება იდეალური. ის არც არაფერია თუ იდეალური არა. რა არის ეს ჩვენ სასופეროში? ხო ფეხბურთს კარგად თამაშობს მეში, ანგელოზები იქ თამაშობენ. ყველაფერი რაღაც ჩვენ ქართველები მქონდა ჩვენ ქართველებს გვექნება, იქით მაგრამ ეხლა და გააკეთე. უნდათ ან ყველაფერი, ან არაფერი. ამიტომ რუსულ სულწოფლებს დაყრობა უნდა ყველაფერი უნდა. უნდა იყოს სრულყოფი ყველაფერი, რუსული ყველაფერი. ეხლა ანუ ამში არ ამაგდა ნაგავში ვიცხოვრება. უნდათ ან ყველაფერი ან არაფერი. ხოლო რადგან ყველაფრის მიღება შეუძლებელია, რჩებიან არაფრის ამარ. ხო არ გეცნობთ, ვეჯნო. იდეალურად გატაცებული ადამიანი გრძნობს საკუთარ სულიერ აღმატებულობას და იძირება თვითკმაყოფილებაში. ქართველები ჩვენ, რა თქვინაო, რუსები ჩვენ უკეთესები ვართ ევროპაში. ის ყოველთვის მიმართულია რაიმე მისტიკური მიზნისაკენ. ესაა სიცოცხლესა და ბატონობს სოციალური და პოლიტიკური მისტიციზმი. იდეალის წინაშე ყოველი კონკრეტული მოკლებული აზრს. ეს დემონური იდეა, რადგან უკვე სახარებაშია მითითებული ქრისტესა და ანტიქრისტეს შორის განსხვავება. ანტიქრისტე წმინდა იდეალია. ევროპის გულის სიღრმეში არ ქრება რწმენა, რომ სული, ანუ უსასრულო შეიძლება განხორციელდეს თუნდაც არასრულყოფილ საგნებში, რომლებიც მაინც არიან სრულყოფილების ანარეკლები. ეს სიღრმე, რომელიც გამოსახულია კათოლიციზმით და პროტესტანტიზმითაც, თავად ადამიანის სიღრმისეულ სიტყვასა და ღმერთს შორის ითხოვს პირდაპირ ურთიერთობას. მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს მიმართებები გაიზიარება სრულიად განსხვავებულად. იქ ადამიანი არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, რადგან ის გადაცემული აქვს იმ მისტიკური მიზნისათვის, რომელიც განსაზღვრავს და ორგანიზირებს თელ სოციო-პოლიტიკურ მისტიციზმს. 99 წელს ააგეს მამართას თუ 90-ში. აი როგორ ემთხვევა სხვა ქვეყნის ფრანგები, ამერიკელები, ბერძენი, ქართველი. ეს ფრაზები მოგიყვანოთ თმანო და დენ ალემანი